Facebook მომხმარებელი გიორგი ოკრიბელაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე წერს და ხელისუფლებას მიმართავს, უფრო მეტად ხალხის სასიკეთოდ გადაიდგას ნაბიჯები, ვიდრე დრო და რესურსი ოპოზიციასთან ჭიდილსა და გამოგონილ თემებში დაიხარჯოს. უკვე ყელშია ამოსული ეს გულისამრევი ყოველდღიური პოლიტიკური რეალობა. გზა გადაკეტეს, დაიჭირეს, ფული აუგროვეს, გამოუშვეს, წივილ-კივილი, ლანძღვაგინება. ამას ვუყურებთ ყოველდღე. ბრალდებებს ორივე მხრიდან, ყველა თავისი ტელევიზიით გველაპარაკება 1000 სისულელეს. შეთქმულების თეორიები, აბსურდული თემები. ვიღაც დაჭმუჭნული ტიპების მოსაზრებებს გვასმენინებენ ტელევიზიები, როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციის. რაში მაინტერესებს ვიღაც ჭიჭიკო და თენგიძე რას ფიქრობენ. დაიკლოს ფასებმა წამლებზე, პროდუქტებზე, საწვავზე. გაიელდეს ადამიანებისთვის ცხოვრება, მიეცეთ ადამიანად ყოფნის საშუალება. სახელმწიფო მისცეს საშუალება უსახლკაროებს, რომ ბინა გამარტივებული წესით, ყოველგვარი კაბალური დათქმებისა და 100 წლიანი განმავლობის გარეშე შეიძინონ. რამე სასარგებლო გააკეთეთ, ხალხმა რომ იგრძნოს. Excel-ის ფაილში გაკეთებული სტატისტიკა და ტელეკამერების იმპოზირება არაფრის მომცემია ადამიანებისთვის, რომლებიც 4 ლარად ყიდულობენ საშინელ სოსისს, 3 ლარად ყიდულობენ არაჟნის მაგვარ მასას, 50 თეთრად ყიდულობენ წინა დღის პურს. კარაქის ნაცვლად 2 ლარიანი სპრედებით იწამლავენ თავს, რადგან 200 გრამი კარაქი 10 ლარამდე ღირს, ხოლო უმეტესობას ზოგჯერ 10 ლარი მთელ დღეზე აქვს გათვლილი. გადაივსო სოციალური ქსელები გაუბედურებული ადამიანებით, რომლებიც ავადმყოფობისგან კვდებიან, ტკივილისგან იტანჯებიან, წყალწყალა სუფსა და ტკბილ წყალზე არიან და ზოგჯერ ისიც არ აქვთ. აღარ აინტერესებს ხალხს რასიზმს ლელო, გახარია, ნაციონალური მოძრაობა. დაუპირისპირეთ ამ ყველაფერს აგრესიული, კარგი გაგებით სოციალური პოლიტიკა და დასრულდეს ეს მარაზმი. დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი 12000 ლარია და მათი უმეტესობა გამონაკლისების გარდა ერთხელაც არ არის ნამყოფი მიკროფონთან. რასარგებელი მოაქვს მას ისეთი, რომ 12000 ლარს იმსახურებს, რას აკეთებს? დააწესეთ შერჩევითი ანაზღაურება და მხოლოდ საქმის მკეთებელ დეპუტატს მიეცით შესაბამისი ხელფასი. უკვე ყელში ამოვიდა ეს აბსურდი, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ. მიხედეთ ხალხს. წერს გიორგი ოკრიბელაშვილი.